მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა ყველას. ძალიან დიდი ხანი არ გამოვჩენილ ვარ. ეს პირადი ცხოვრებისეული მოვლენებიდანაც იყო გამოწვეული და იქიდანაც რომ უბრალოდ გეგმავდი ახალ რაღაცეებს და მუშაობდი რამოდენიმე სხვა პროექტზეც მათ შორის და შესაბამისად ცოტა მოვიწყინეთ, ასე ვთქვათ. ცოტა შევიცვალეთ ფორმატი, სხვანაირად მზივარ. ხო და მოკლედ ცოტა შევიცვალეთ, რაღაცა სხვანაირად განვლაგდით. და ძალიან ბევრი საინტერესო თემებიც დაგვიგროვდა სასაუბროდ მე ვთვლი და ვფიქრობ რომ საკმაოდ ისეთი მოვლენები განვითარდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. საკმაოდ აირია სიტუაცია ყველგან თითქმის და ვისაუბრებთ რაღაც მოვლენებზე, მათ შორის არა მარტო საქართველოში მიმდინარე, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც მათ შორის. და როგორც იცით, ახლა ჩემი გადაცემა არ არის მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე რა. ხან რა გვექნება თემას, ხან რა გვექნება ეს გამომდინარე იქიდან რას ჩავთვლი საჭიროთ, რომ მინდა რომ ვისაუბრო იმაზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე თუ როგორ გამოეხმაურებით თქვენ ვიდეოებს და რა თემაზე მოითხოვთ რომ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარეც შესაბამისად თემები შეიცვლება ხოლმე, მაგრამ რატომღაც საქართველოში ყველას უყვარს რომ პოლიტიკაზე საუბრობენ, ან პოლიტიკაზე, ან საჭმელზე, ან სასმელზე, ან ჭორებზე. ძირითადად აქტუალური ეს თემებია ქართველებისთვის რატომღაც. ყველას არ გულისხმობ, მაგრამ ძირითადი უმრავლესობისთვის მაინც ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის კიდე არის მნიშვნელოვანი ის, მე რას ვფიქრობ მიმდინარე ყველანაირი მოვლენასთან დაკავშირებით რა, იმიტომ რომ მე იმაზე ვსაუბრობ ყოველთვის, რაც პირადად მე მაწუხებს და აქედან გამომდინარე ჩემისთანა კიდევ არის ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც იგივე პრობლემები და იგივე საკითხები აღელვებს და ადარდებს. ამიტომ შევეცდებით ხოლმე რომ ყველა საკითხზე რაღაცნაირად ჩემი კონკრეტულად ჩემი აზრი დავაფიქსირო და გამოვხატო ჩემი აზრი. რაც შეეხება იმას, რომ ეს ჩავარდნილი პერიოდი, რაც მქონდა, მაქსიმალურად ვეცდები რომ ავანაზღაურო, მაქსიმალურად ვეცდები რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდეს და საინტერესო თემაზე ვისაუბრო. დღევანდელი გადაცემა რახან დაბრუნებაა ინტერნეტ სივრცეში, ჩემი მოდი დავიწყოთ ესე, რომ მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა. ვინც ჩემს TikTok გვერდზე შემოემატეთ მეგობრები, მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა, უღრმესი მადლობა და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენ ჩემი არხი გამოიწერეთ და გამომყევით, არიშურებთ კომენტარს, მოწონებას, მათ შორის კრიტიკულ კომენტარზეც მე არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ესეა, ყველას ვერ ეყარები ან პირიქით, ხო? შესაბამისად, მისაღებია ყველანაირი კრიტიკა ლანძღვა გინების გარეშე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კორექტულობა ყოველთვის მე მგონი რომ უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ამ გადაცემას, ეს არ იქნება ძალიან გრძელი გადაცემა. დღეს უბრალოდ მინდა რომ ყველას კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაფასებთ ყველას.
თითოეულ ადამიანს, ვინც შემომიერთით YouTube არხზე, ჩემ YouTube გვერდზე მოიწონეთ, დამიმეგობრდით, ვინც გამომიწერეთ Facebook-ზე, დამიმეგობრდით, ყველას უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი мотивაციაა ეს ჩემთვის და ესე იგი რაღაცა ისეც ვაკეთებ, რაც მინიმუმ TikTok-ით თუ იმსჯელებთ 1100 კაცს მაინც მოსწონს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. და საერთოდ დღეს მინდა რომ ვისაუბროთ აი ამ მადლიერების გრძნობაზე და ზოგადად მადლობის ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე რა. რატომღაც საქართველოში ძალიან გაიშვიათდა უკვე ეს მადლიერების გრძნობა ხალხშიც და ზოგადად ამ სიტყვის ფუნქციაც ძალიან დაიკარგა. არადა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს და განასხვავებდეს ადამიანს ცხოველისგან. ეს არის მადლიერების გრძნობა. მადლიერება, თუ მორწმუნე ადამიანი ხართ და ქრისტიანი ხართ, ღმერთის მიმართ, მადლიერება მშობლების მიმართ, მადლიერება თქვენ გვერდში მდგომი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც თქვენ თვლით, რომ აი ის ადამიანი იმ დონეზე გიდგას გვერდში, რომ ის ადამიანი ღირსია მადლიერების და მადლობის. ძალიან ბევრ რამეში იგრძნობა დანაკლისი ამ სიტყვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა რატომღაც ჩათვალა, რომ ეს სიტყვა საერთოდ რა საჭიროა. არ ვიცი ხა რისი გავლენაა, ზოგი მიაწერს ხა იმას, რა ქვია, ლიბერალებს, ზოგი იმას, ზოგი ამას. ეს ხა უკვე პირადი გემოვნების საკითხია, ვინ ვის და რას დააბრალებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ეს, რომ ქუჩაშიც კი უკვე რომ ვიღაცას რაღაცით ეხმარები სიტყვაზე გაჭირვებულ ადამიანსაც კი როცა რაღაცა მატერიალურად დაეხმარები მცირეოდენით, მაგრამ მაინც იმათაც კი უკვე ისწავლეს მადლობის არ გადახდა. ანუ ისეთ მდგომარეობაში ჩაგაყენებენ, რომ უნდა დახმარებოდი, აბა როგორ? მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების დახმარება ეს ვალდებულება არის ღმერთისგან. რომ გიყვარდეთ ურთიერთ არს და აი ესეთი რაღაცები მომდინარეობს ღმერთისგან. ეს კი ჩემი ვალდებულებაა, მაგრამ ღმერთს ის არ უთქვამს, რომ ვიღაცა რაღაცა კარგს რო გაგიკეთებთ, თქვენ არ დაინახოთო. უნდა დაინახოთ, უნდა დავინახოთ ადამიანებმა, ჩემთვის ვისაც კი რაღაცა კარგი გაუკეთებია, ყველაფერი დამაქვს გულით და მახსოვს. და არასოდეს არავისთვის არაფერი არ დამიკარგავს. ყოველ შემთხვევაში შეგნებულად. შეიძლება ქვეცნობიერად, უნებურად, რაღაცნაირად ისე ასე ჩემ დაუნებურად რაღაცა გამომრჩეს ან დამავიწყდეს ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველას პატივისცემა, ვისაც კი ჩემს მიმართ პატივისცემა ჰქონია და ყველა ვინც კი რამეში დამხმარებია დღემდე, ხო, ყველა მახსოვს და ყველას პატივისცემას ვინახავ გულში და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ თუ იმ ადამიანებს დავჭირდები, მეც მათ გვერდში აღმოჩნდე და ზოგადად მადლიერების გრძნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ადამიანებს უნდა გქონდეს. მე მაგალითად მადლობელი ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა. ვინც არ უნდა იყოს, ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა. იმიტომ რომ არსად ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, აი რუქა რო გაშალოთ და გადახედოთ, სად არის მშვიდობა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, არსად არ არის მშვიდობა. არსად. მადლობა ამისთვის. ეს ეკუთვნის ახლა მთავრობას, ხალხს, პეტრეს, ივანეს,
თუ ბიზნეს თუ შმაგის თუ დათოს არა აქ მაგას ჩემთვის მნიშვნელობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, არ არის ომი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ვიცი რომ ჩემი შვილი სახლში რომ მოვა მშვიდად დავაძინებ საღამოს და მშვიდად გაიღვიძებს დილით და ბომბის აფეთქების ხმა არ გააღვიძებს და იმის ახსნა არ მომიწევს ჩემი შვილისთვის თუ რატო ფეთქდება რაღაცეები ირგვლივ. იმიტომ რომ ვინც მშობელი ხართ გესმით ალბათ რაზეც საუბრობ. მაგრამ ამაში არ არის საქმე, რომ ეხლა ჩვენ ქვეყანაშია მშვიდობა და ეხლა იქ რაღაცა ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება ირგვლივ და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. იმიტომ რომ აი რაღაცა ვერ ისვენებს ხალხი, რაღაცნაირად ვერ დაწყნარდნენ ზოგი ერთები, რაღაცნაირად არ უნდათ რომ შვიდად იყვნენ თუ არ უნდათ რომ იცით რა შეასაქმე? აი ხანდახან არის ესეთი გამოთქმა, რომ აი ხალხი თვითონ როგორი მთავრობაც ყავს, ზუსტად ისეთი მთავრობის ღირსია ხალხი. თუ რაღაცა ეგეთის ხო არის ეგეთი გამონათქვამი რაღაცა რა, რომ ჩვენი ბრალია ხალხის თუ ყავს თქვათ ცუდი მთავრობა. და ასე შემდეგ, ხო მართალი ვარ. იცით რა არის? აი ძირითადად მაინც ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამობენ ხოლმე ესე რა. და აქ პირიქითაც ხდება, კაცო. ნუ ყველას ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა. ანუ ეხლა შეატრიალეთ სიტუაცია და ჩააყენეთ თქვენი თავი. იქნებ თქვენ როგორიც ხართ, იმიტომ გახდით ღირსები იმის, როგორც ხართ. ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. თქვენი თავი დაადანაშაულეთ? მოთხოვეთ თქვენ თავს? არა. მარტო აი ის ხალხი და რატომღაც ყველა გვეძახის თუ ამ ოპოზიციის მომხრე არ ვარ, ყველა გვეძახის რომ აი ისა ვარ, რა ქვია, გაუნათლებელი ვარ, მე რუსეთუმე ვარ, მე ქოცი, მე რაღაცა კიდე და რაღაცა აი ძალიან ბლომად რაღაც ჩამონათვალია, მაგრამ პირველი მაინც განათლება არის. მაქსის სათავეში. ამიტომ მე ვამბობ, რომ ის რაც დღეს ხდება 1997 წელს აქვს ადამიანს დაწერილი, რომ ეს უნდა მომხდარიყო. დიდი საჭადრაკო დაფახვია ამ წიგნს. ხო განათლებულები ხართ? ხო ძალიან ბევრი რამე იცით? მიბრძანდით, არის თარგმნილი ეს წიგნი ქართულ ენაზე, მიბრძანდით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში, მოიკითხეთ ეს წიგნი, იყიდეთ და წაიკითხეთ. განათლებული ხო ხართ? ხო გიყვართ წიგნების კითხვა? ჩვენ ხო გაუნათლებლები ვართ და ჩვენ ხო აზრზე არა ვართ და ორი წიგნი წაიკითხეთ თუ რაღაც. ხო, ჩვენ წავიკითხეთ, მე მაგალითად წავიკითხე და ის რაც იქ წერია, ის ხდება დღეს. 1997 წელს აქვს ეს დაწერილი ადამიანს. ეხლა რა შუაშია ეს მადლიერებასთან და მადლიერების გრძნობასთან, რატო გადავედი აქეთ. ნებისმიერი ადამიანი უნდა აფასებდეს იმას, რომ საკუთარ ქვეყანაში შვიდად დაძინების და გაგვიძების საშუალება გაქვს აი ასეთ ვითარებაში ეხლა რაც ხდება ჩვენს ირგვლივ მთელს მსოფლიოში. ეს ხო არ ხდება მარტო უკრაინაში მეოთხე წელია უკვე ხდება ეს, კი ბატონო, საშინელება, ხო მართალი ვარ? ანუ სრული კატასტროფა. ეხლა აგერ ჩვენს გვერდზე სახელმწიფოში. ანუ აგერ არის რა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი. აი ეს არის ჩვენი სამეზობლო. ამ ხელა რაღაცა ხდება, ხო მართალი ვარ?
თითქმის ფართომასშტაბიანი ომია რა, უკვე აი ძალიან რთული ვითარებაა, ეკონომიკური კრიზისი, ესა მთელი რაღაცა რიგი რაღაცეები. მაგრამ რატომღაც მარტო დოლარი გაიზარდა და აქედან ვისაც დაფიქრების და ანალიზის საშუალება და უნარი გააჩნია, შეუძლია გამოიტანოს რაღაცა დასკვნები და ასე შემდეგ. ეხლა ვიღაცას იმის ილუზია რო აქვს, რომ აი ვიღაცა ისინი რატო არიან დაჭერილები, ესენი არავის დაჭერა არ მიხარია. არავის დაჭერა არ მიხარია. მერთია მოწმე, რომ არავის დაჭერა არ მიხარია. არ გამიხარდება არასდროს. რთული რომ ალბათ ვიღაცეები დროა რომ გამოუშვან. იმიტომ რომ საკმარისად დრო გავიდა იმისთვის რომ ახლა რო ავიღოთ ის რომ ადამიანი ციხეში ჭკუას სწავლობს, ალბათ ვერ სწავლობს. არ არის ციხე ის ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება რომ ჭკუა ისწავლოს. გარდა იმისა, რომ უბრალოდ თავისუფლება აქვს შეზღუდული. დანარჩენი აი იქიდან ძალიან ცოტა პროცენტ ადამიანს გამოაქვს რაღაც ისეთი დასკვნები, რაც შემდგომში მათ ცხოვრებას ცვლის. დანარჩენი მე ციხიდან გამოსული და გამოსწორებული ადამიანი არ მინახავს, ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არის მშვიდობა. კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს, ვისი დამსახურებაა, ვინ არის ამის თავი, ვინ არის ამის ბოლო, შუა მოქმედი პირი, თუ ვინც გინდათ ის იყოს, მადლობა ძალიან დიდი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ცვივა ბომბები. რაც შეეხება იმ კატეგორია ხალხს, რომელიც გაჰკივი ხართ, რომ ასეთი მშვიდობის და მე როგორ ასეთი მშვიდობის. რისი თავი გაქვს? ან გვაქვს? დავიწყოთ აქედან. რამე შეგვიძლია და არ ვიცით ჩვენ? არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია არავის წინააღმდეგ. ეხლა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგა არეულობისკენ, არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ეს არის მხოლოდ მიმართული ჩვენს წინააღმდეგ. ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ვის წინააღმდეგ რუსეთს რამე რო იყოს მოუგებთ? ვერ მოუგებთ. ვერ მოუგეთ, როცა ნახევარი მსოფლიო შეშფოთ და აღშფოთ და გადაშფოთდა და რაღაცეები ქნეს, მაშინაც ვერ მოუგეთ, იმის წინ ვერ მოუგეთ, იმის წინ კიდე ვერ მოუგეთ, ვერავის წინააღმდეგ ჩვენ ვერ ვიგებთ. არეულობით. გარდა საკუთარი ქვეყნის ზიანისა, ამას არაფერი სხვა არ მოაქვს. დახოცილი ხალხი, გაუბედურებული ოჯახები, დაკარგული მიწები და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ ყოველთვის ქართველებს ისტორიულად, რაღაცა ისტორიულ ფაზაში გქონდა ხოლმე ესეთი გამჭრიახობა და სიბრძნე, რომ როცა საჭირო იყო დროებით, ხან ჩუმად ვიყავით, ხან ძალიან ჩუმად, ხან ვიღაცის მორჩილების ქვეშაც კი ვიყავით. მე რაღაცა, როცა შევხედავდით, რომ უკვე მოძლიერდით, გადახედეთ თუ ჩემი სიტყვების არგება, მე უბრალოდ მაქსიმალურად გასაგებიანით საუბრობ, რომ ვიღაცა აი გარკვეული ეგრეთ წოდებული სექტის წარმომადგენელი არ შემომივარდეს და არ მითხრას, აი შენ ხარ ისე თუმე, კოცი, შმოცი, ოცი, რაღაცები არ და უბრალოდ ისტორიას ვციტირებ ამ შემთხვევაში. 2000 წელზე მეტის არის თითქმის
თუ 2000 წლის არის თითქმის ისე რა ქვია თბილისი, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში 1600 წლის მაინც ხო არის 1500-ის. კაი, დავანებოთ ამასთან. 1500 წლის წინანდელი ქალაქია თბილისი და მთელი ისტორიის განმავლობაში, თბილისის არსებობის ისტორიის განმავლობაში, თბილისი ქართველების გადაბმულად, რო გადააბა წლებით ერთმანეთს, სულ იყო დაახლოებით 300-დან 500 წლამდე ჩვენ ფლობელობაში. დანარჩენი ხანის იყო, ხან ვისი იყო, ხან ვის ქვეშ იყო, ხან ვის ქვეშ იყო, ხან ვის ქვეშ იყო, ხან იმის და დაჟე დავით აღმაშენებელმა ბოლოს ყველაფერი როქნა უკვე იქიდან აქამდე რო ვიყავით და გაერთიანებულ, გამთნიანებულ ომებ მოგებული უკვე იმპერია როგორ თქვა, ბოლოს აიღო თბილისი. ანუ აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ რა დროს შეგვიძლია რომ ვიყვიროთ და ვიჩხუბოთ, რა დროს უნდა ვიყოთ ჩუმად. დღეს ასია საჭირო, რომ ხმას ამოიღებ და შენი გულისთვის კი არა. ჩვენი გულისთვის კი არა. ძალიან დიდი ქვეყნების გულისთვის აღარ იღებს აღარავინ ხმას. ვინ მეგობარი გვეყოლება, რა მეგობარი გვეყოლება. გამოჩნდა რომ ჩვენ მეგობარი არ აქვს. გამოჩნდა რომ ინტერესებით არის ყველაფერი და არა მეგობრობით. პოლიტიკაში მეგობრობა არ ხდება. აგერ ლამის ამერიკა და ევროპა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პოლიტიკაში მეგობრობა არ ხდება. ხდება ინტერესები. всё, მეტი არაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი გადაცემა ესე დავასრულო, არ მინდა ძალიან დაგღალოთ, უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ შემდეგი გადაცემები ცოტა შევეცდები რომ სხვადასხვანაირი ფორმატში იყოს, ვცდი ყველაფერს და თქვენ დამიკომენტარეთ რომელი უფრო აჯობებს. სავარაუდოდ შეიძლება, არ ვიცი ესეც, შეიძლება სტუმარიც ვინმე ყავდეს ხოლმე და ვისაუბროთ ხოლმე რაღაცებზე რა. საინტერესოზე ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის საინტერესოზე და მე ყოველთვის ლაპარაკობ იმაზე, რაც მე მაინტერესებს. და ჩემსავით ალბათ კიდე არსებობენ ამ ქვეყანაში ბარეული ადამიანი, რომელიც ჩემსავით ფიქრობს რაღაცებზე, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველა გამომწერს. ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ მართლა, რომ აი ამდენი ხანი ჩავარდა მქონდა ძალიან დიდი დროის მონაკვეთი და მაინც ჩემს გვერდში იყავით და მაინც ჰქონდა ჩემ ვიდეოს ნახვები და მაინც ჰქონდა ჩემს ვიდეოებს გამომწერთა რაოდენობის მატება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას. და საერთოდ გისურვებთ ყველას გქონდეთ მადლიერების გრძნობა, ყველას გისურვებთ რომ ეხლა აღდგომა მოდის და ძალიან უდიდესი დღესასწაულია საერთოდ საქრისტიანოსთვის და განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და მინდა რომ გისურვოთ აი ძალიან დიდი სიბრძნე ღმერთისგან გქონოდეთ ყველას. ძალიან მინდა რომ ეს მშვიდობა რომელიც არის ქვეყანაში თელს ჩვენს რეგიონს გადასდებოდეს და დამშვიდებული იყოს ახლო აღმოსავლეთიც და შორეული აღმოსავლეთიც და ახლო დასავლეთიც და შორეული დასავლეთიც რა. იმიტომ რომ ომი არ არის კარგი. ომი ცუდია. ყველანაირი ნებისმიერი სახის ომი არის ცუდი. და მართალმტყვანი როცა გაირკვევა ხოლმე, ხო? მერე აზრი არ აქვს უკვე იმ გარდაცვლილების რაოდენობას თუ შევხედავთ, ვინც ამ ომებს ეწირება და უდანაშაულოები, ვინც ამ ომებს ეწირებიან, ხო? კატასტროფაა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილს, ჩემს ნათესავებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის ჩემგან მადლობა.
ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი სიყვარულით ყველა ჩემს გამომწერს. მადლობა, რომ გვერდში მიდგახართ და იმედი მაქვს შემდეგი გადაცემიდან უკვე ავკრიფავთ იმ ჩვენ ჩამორჩენებს, რაც გქონდა და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. კიდევ ერთხელ მადლობა.